პოლიტიკა ისეთი რამე არის, რომ თქვენ რო თქვით, არ მიიღებენო და არ დაელაპარაკებენ, ანუ მე ცოტა შეგეკამათებოდით ამაში და გეტყვით ერთ რამეს. პოლიტიკა არ არის ორხაზოვანი. შეიძლება შენ დღეს აგინებდე და ერთი რამე არის კიდე, ვინც რუსეთს აგინებდა, შეიძლება ის რუსეთის გარკვეულ სამსახურებთანაც იყოს კავშირში, არ არის ესე პოლიტიკა, რომ ზოგს გონია, რომ რომელიღაცა ქვეყანას რო აგინებს, შეიძლება იმ ქვეყნის გარკვეულ ინტერესებთან იყოს კავშირში. არც ეს არის გამორიცხული და ორმაგი რაღაცა დატვირთვა ქონდეს. პოლიტიკა ესეთი რამეა, რომ ჩვენ რო გადავხედოთ, ეხლა ქამელეონებით იცვლებიან ეს პოლიტიკოსები და პარტიები. ზოგი კონსერვატორი იყო, ეხლა სხვაგვარი აქვს, ან ზოგი ლიბერალი იყო, კონსერვატორი გახდა. ამიტომ ერთი რამეა ხელისუფლებამ ვიღოთ იმისა რუსეთში ვინ ჩავა და ვინ დაიწყებს საუბარს, რუსეთთან უნდა ჩვენ გქონდეს ისეთი ურთიერთობა, რომ რუსეთს არც გქონდეს სურვილი, რომ სხვასთან მონახოს სხვა ძალასთან გარდა ხელისუფლებისა დიალოგის წარმართვა. ანუ მათ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი ისე უნდა წარმართოს, რომ რუსეთს არ გქონდეს გარკვეულ ფიქშიაც კი ის, რომ მოდი სხვა ძალაზე გავაკეთო აქცენტი. იმიტომ რომ დღეს ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლება ენდობა დღევანდელ ხელისუფლებას და ჩვენ ვხედავთ, რომ როგორი დადებითი სიგნალები მოდის, ისინი კმაყოფილები არიან პუტინმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, მეო გაოგნებული ვარ, რომ აი ამ ზეწოლის დაწოლის მიუხედავად, როგორ დგანანო სახელმწიფო უწყებებიო და მართლაც აი სახელმძღვანელო წიგნში არის შესატანი ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების აი ესეთი აი კარგი მოქმედება, იმიტომ რომ რაც მაგათმა გააკეთეს, ყველაფერს აკეთებდნენ აქ, რომ გამოეყვანათ მოთმინებიდან პოლიცია, რაღაცა ზღვარს გადასულიყო პოლიციის მოქმედება, პოლიცია მოითმინა, მათი თავხედობა მოითმინა ის შეურაცხყოფები და ბოლო მივედით იქამდე, რომ სამშვიდობოს გავედით ჩვენ თორე. აქ ეხა სააკაშვილის ის რო ყოფილიყო პოლიცია, ეგენი გაუძლებდნენ ამას ეხლა გინებას, ლანძღვას პირდაპირ სპეცნაზის მეთაურს დედას აგინებდნენ, აფურთხებდნენ, პოლიციელებს ესროდნენ იმებს, მოლოტოვის კოქტეილებს. ამას ვინ მოითმენდა? ან რომელი პოლიცია მოითმენდა? 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა ავიღოთ, კაცო, რამდენი ხალხი დაიყოცა. ხო და ვინ ხმარა მოუღია მე არავის იქ ზედმეტი არც იმაზე პოლიციის მიმართ, არც რაიმე დაუწვიათ. იქ რო ვინმეს ეხა ერთი ხლაპუშკაც კი ესროლა იმისთვის პოლიციელისთვის, გადაწვავდნენ, გადაბუგავდნენ იმ აქციის მონაწილეებს და ჩვენ დავინახეთ, რომ ყველაფერი ჩაკეტეს, გასასვლელები და რა უკნეს მომიტინგეებს იქ და ამიტომ ერთი რამე არის, რომ დღეს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ეს სიტუაცია, რაც არის შექმნილი მსოფლიოში. ჩვენ ფაქტობრივად, აი, ამერიკამ გითხრა, რაც კიდაც ის გააკეთეთ, ჩვენ არ ჩავერევით თქვენ საქმეებში. ამიტომ ჩვენ მივიყვანოთ ესა, გავწმინდოთ ეს ხელისუფლება მოღალატებისგან. არ უნდა ამდენი იწილო, ბიცილო და რაღაცა ლოლიალობის რო აღარ არის უკვე რა. გაწმინდეთ ყველა სტრუქტურა, წადით რუსეთში დაელაპარაკეთ. იცით რა, აი ჩვენ არ უნდა შევეჩვიოთ ამ მონურ რაღაცა მორჩილებას. ვაიმე, აი ამერიკა რა სიტყვის არავინ არაფერს არ იძახის. მიდით და იმოქმედეთ. ის რო აი რაღაცა ის როგორ იტყვის, ის როგორ გაიგებს, ვაიმე იმას დამაბრალებენ. ვაიმე ეს უკვე უნდა დამთავრდეს. დამთავრდეს ეს პერიოდი. დამთავრებულია უკვე რაც სათქმელი იყო ითქვა მიუნხენის კონფერენციაში. ხო, მაგრამ ჩვენ კი ითქვა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამითი, ხო? ალბათ ეს აი ხა უყურეთ აგერ გერმანიაში მიიღეს უკვე იღებენ კანონს სიძულვილისა და ცილისწამების შესახებ. რომელსაც სწორედ ევროპამ დაუდო საფუძველი. დია რომ ჰოლოკოსტის უარყოფა და ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენება დასჯადი ქმედება. არის თუ არა დანაშაულის საჯარო სივრცეში ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება. დიახ, ეს დანაშაულია. ონლაინ სივრცის შემთხვევაშიც შესაძლოა უფრო მაღალი სასჯელიც განისაზღვროს თუ ინტერნეტის მეშვეობით მიაყენებთ ადამიანს შეურაცხყოფას. რატომ? რადგან პირისპირ მომხდარი შემთხვევა ადგილზევე სრულდება, თუმცა ინტერნეტში ეს ყველაფერი რჩება, თუ ვინმეს ონლაინ სივრცეში შეურაცხყოფას მიაყენებთ, ის სამუდამოდ ტოვებს კვალს. გერმანელმა კანონმდებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ დასჯად ქმედებად ჩაითვლება ზიანის მომტანი ჭორების გავრცელება, ძალადობის შემცველი მუქარა და ადამიანების არასწორი ციტირება. თუ ადამიანი ინტერნეტში მცდარ ინფორმაციას განათავსებს, ხოლო ამ პოსტს სხვა ადამიანი მოიწონებს ან გააზიარებს, ეს უკანასკნელიც დანაშაულის მონაწილეა? დიახ, მცდარი ინფორმაციის გავრცელება დანაშაულია, რადგან მკითხველისთვის ბუნდოვანია ინფორმაციის ფაბრიკაციას თავად ახდენთ თუ უბრალოდ სხვის ინფორმაციას აზიარებთ.
ვიხმარებთ. სიძულვილის ენის დანაშაულში მხილებულ პირებს დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაძლოა დროის ციხეში გატარებაც მოუწიოთ, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში მოსამართლე ჯარიმითა და ელექტრონული მოწყობილობების ჩამორთმევით შემოიფარგლება. ეხლა ერთი რამეა უყურეთ ჩვენ აი ხა რომ ლაპარაკობთ რომ აი შეიცვალა და რო შეიცვალა უნდა შევცვალოთ აი ეს მედია ზონდერების საკითხიც ჩვენთან. აი ეს ფაქტ-ჩეკერები და ეს მითების დეტექტორი, ეს კინწურაშვილი, პირველ რიგში აი ეს უნდა გასამართლდეს. აი ეს უნდა დავიჭიროთ კინწურაშვილი და ის ვინც ჩვენ არ გვაძლევდა სოციალურ ქსელში საუბრის უფლებას. ეხლაც გრძელდება ტერორი. ხა ისეთი შეიძლება არ არის როგორც ადრე იყო, მაგრამ ყველაფრის უფლებას გვართმევენ ესენი. და ბოლო ჩვენ უნდა უთხრათ ამერიკელებს რომ მოგვაცილონ ეს კინწურაშვილები, ეს ხოშტარიები, რომლებიც ორგანიზაციებიც აკონტროლებენ. რაღაცა 1-2 სიტყვა თქვი, იმ წუთასვე აკრობენ შენ გვერდს და განადგურებ. აი ხა მე ვფიქრობ, აი ეს წლები რაც ჩვენ ტერორი მოგვიწყო, რაც მედია ტერორი მოგვიწყო ამ ორგანიზაციებმა, ყველა ეს პირი პასუხისმგებაში უნდა მიეცოს.